საიდან საიდკენ საიდ. გამარჯობა, მე ვარ ნიკო. ჩანთა უნდა ჩავალაგო, რადგან ხვალ მივემგზავრები. გულში კი რაღაც მელოდია უკრავს. აი ისეთი, რომლის აღიარებაც არასდროს შემიძლია. რადგან ყოველთვის როცა ლაპარაკს ვცდილობ, წინადადების დასრულება მიჭერს. თითქოს სადღაც შუაში ვჩერდები და უბრალოდ ვუსმენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთების ახურავზე, ახლაც წვიმს და საერთოდ არ ვიტყუები. წვიმის წვეთები გამუდმებით ეცემიან მინას. ჩვენ ყველა რაღაც დოზით შეშლილები ვართ. მე ამას ვაღიარებ და ვფიქრობ, შენს გულის სიღრმეში იცი, რომ რაღაც დოზით შეშლილი ხარ. ეს მოგზაურობა არ არის ჩვეულებრივი. ალბათ შენც ხვდები, მე დოქტორანტურის სტუდენტი ვარ, მარად მწვანე სტუდენტი. შეიძლება ეს ბევრს არაფერს გეუბნება და ამაში განსაკუთრებულიც არაფერია. და ეს წლებიც ისე გადის, საკუთარი თავის ძიებაში, აღმოჩენასა და შექმნაში. არც ის ვიცი ზუსტად, რა უფრო მიყვარს, კითხვა, წერა თუ საუბარი, და არც ის, რომელი გამომდის უკეთ და რომელი არა. მაგრამ უკვე ვაღიარე, ზოგჯერ არაფერი არ მინდა, გარდა საკუთარ თავთან განმარტოებისა და იმ მელოდიის მოსმენისა, რომელიც ჩემს გულში უკრავს და რომლის გააზრებაც მიჭირს, რომელიც თითქოს სამყაროს თავდაყირა აყენებს. ის მოგზაურობაც მიყვარს, რომელიც უმრავლესობას უყვარს, მაგრამ მე ჯერ არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გავაგზელო და რომელი მიყვარს უფრო. არ განსაზღვრავ, რადგან განსაზღვრა ნიშნავს საზღვრებში მოგზევას, რაც ზღუდავს თავისუფლებას. მე კი თავისუფლებაზე შეყვარებული ვარ. თავისუფალ მდგომარეობაში მიყვარს ნებისმიერი არსების, ცხოვრების დაკვირვება და შემეცნება ბიოსფეროში. ჰო, ჩემს სამშობლოზე კი ძალიან ბევრი მტკივა და წყინს. ის რომ ბევრი სულ გზაზე ვდგავართ და სულ სადღაც მივდივართ. მოძრაობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ სამშობლოში უსამშობლობა მტკივა და ყველა ძალაუფლებაზე უბრალოდ გული მერევა. ბოლოს სენეკას ბედნიერი ცხოვრების შესახებ ტრაქტატი წავიკითხე და გეტყვით, რომ ბედნიერება სწორედ საკუთარი თავის თავისუფალ ფლობაში და განკარგვაში მდგომარეობს. შენს გესმის, თუნდაც მე არ დავამატო, რომ განუწყვეტელი და დაურღვეველი სიმშვიდისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა თავიდან გვაცილებს იმას, რაც რისხვასან ძრწოლას იწვევს. რადგან ამ უბადრუკი შიშებისა და მყიფე, სხრევადი სიამოვნებების ნაცვლად, ჩვენ წინ გაჩნდება დიდი სიხარული, უცვლელი და ზომიერი სიმშვიდე, სულის თანხმიერება, ყოველივე უხეში და ველური სისუსტისგან მოდის. და ამ მდგომარეობას რომ მივაღწიოთ, უხეშად რომ თქვა, უნდა მოვრჩეთ ზღვის დაკრულზე ცეკვას. მომავალზე საუბარი არ მიყვარს და არც წარსულში ცხოვრება, მაგრამ რადგან რაღაც მაინც უნდა დაიწყოს, ეს დღიური სწორედ აქ იწყება, როგორც ჩემი მცდელობა დავალაგო ის, რაც თავადაც ბოლომდე არ მესმის. ახლა საქართველოში ვარ, საკუთარ მშობლიურ მხარეში, და აქ დაწყებაც ყველაზე მართებული და სიმბოლურია. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლიური კვამლიც კი ტკბილი და სასიამოვნოა. მე ერთი თვის განმავლობაში გული ვიჯერე მშობლიური მიწის სურნელით, გაზაფხული სიცოცხლით სავსე დღეებითა და ღამეებით, იმ გარემოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემი პირველი დღიურია, ნიკოს დღიური, რომელსაც რეალური გმირი არ ყავს და არც კონკრეტული ადრესატი, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ამაზე საუბარიც ნაადრევია. ახლა ალბათ გრანელის ამ ლექსზე უკეთეს ვერაფერს წაგიკითხავდით.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი, სული საზღვარს გადასდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი, ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ, წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის სქერით დაიღალა მთვარე, გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. ეს ლექსიც სიმბოლურია, ახლა უნდა აუდგე და ჩანთის ჩალაგებას შეუდგე, მშობლიურ მხარეს დავემშვიდობო იმ მუსიკის ფონზე, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში უკრავს, საიდან, საიდკენ, საით. რადგან ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისია და წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი ნიკოსთან ერთად. გამოიწერეთ არხი და ერთად ვიმოგზაუროთ დროსა და სივრცეში. 29 მაისი 2026 წელი. ოფაჩხაფუ სამეგრელო. მომავალ შეხვედრამდე.